როგორც მოგეხსენება დღეს არის როგორც ითქვა უკვე მოციქული თომას ხსენების დღე. აი ცნობილი ამბავი რა ჩვენ სახარებაში დღეს მოვისმინეთ იოანეს სახარებაში, როცა აღმდგარ მაცხოვარზე თომა ბრძანებს, რომ თუ ის არ შეეხებოდა ხელით არ ირწმუნებდა უფლის აღდგომას. ეს ის მოციქულია, სწორედ თომა, რომელიც ჩავარდა მორწმუნოებაში, მაგრამ მისმა შემდგომში აღიარებამ ჩვენ სარწმუნოება შეგვძინა. მოციქული თომა ქადაგებდა მაცხოვრის ჯულს სხვადასხვა ქვეყნებში, ის შავიდა ქადაგებით შორეულ ინდოეთში და იქ იქადაგა მაცხოვრის ჭეშმარიტი რწმენა. და ერთი საოცარი ამბავი არის მოთხრობილი მის ცხოვრებაში, რაც მას გადახვდეთავს და ეხლა ეს მინდა რომ თქვენ წაიკითხოთ. გიამბობთ ერთ შემთხვევას წმინდა თომა მოციქულის ცხოვრებიდან. უფალ იესო ქრისტეს სად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილიყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო ღვთის სიტყვის საქადაგებლად. თომას წილად ხვდა პართია, მიდია და ინდოეთი და იგი უკვე გასამზადებლად ემზადებოდა. ამ დროს ისე მოხდა, რომ იერუსალიმში ჩამოვიდა ინდოელი ვაჭარი აბანი. იგი ეძებდა მშენებელს, რომელიც შეძლებდა აეშენებინა დიდებული სასახლე ინდოეთის მეფისთვის. ვაჭარმა მოციქულები გაიცნო. თომამ უთხრა, რომ თვითონ იყო დახელოვნებული მშენებელი და მასთან ერთად ინდოეთში გაემგზავრა. მეფის წინაშე რომ წარდგა, თქომა მას თავისი სამსახური შესთავაზა და მეფე მას, რადგანაც ფიქრობდა, რომ მის წინაშე მართლაც ხელოვანი მშენებელი იყო, სახლის აგება მიანდო. აჩვენა ადგილი და გადასცა დიდი თანხა, ოქრო და ვერცხლით სავსე ხურჯინები. მოციქულმა ფული აიღო, ღატაკებს დაურიგა და თავად ღვთის სიტყვის გულმოდგინე ქადაგებას შეუდგა. გარკვეული ხნის შემდეგ მეფეს ვიღაცამ უთხრა, რომ სახლს უკვე სახურავს ხურავდნენ და გახარებულმა მეფემ თომას უწინდელზე მეტი ოქრო გაუგზავნა. მოციქულმა ესეც ღატაკებს დაურიგა. სახლი კი საერთოდ არ შენდებოდა. ბოლოს მეფეს გაუმხილეს, რომ თქომა მას ატყუებდა. განრისხებულმა მეფემ მოციქული მოიყვანა და უთხრა, სად არის სახლი, შენ რომ უნდა აგეშენებინა? მოციქულმა მიუგო, რომ ის სახლი აქ არ არის, რომ მეფე მას სიკვდილის შემდეგ იხილავს და მხოლოდ მაშინ დამკვიდრდება მასში. მეფემ თომას სიტყვები დაცინვად მიიღო. მისი დილეგში ჩაგდება ბრძანა და საშინელი ხვედრით ემუქრებოდა, მაგრამ საქმე ასე არ წავიდა. მეფის საყვარელი ძმა ძიმედ გახდა ავად და სნეულების ჟამს ჰქონდა ხილვა. მას წმინდათა სამყოფელები აჩვენეს და შესთავაზეს მათგან ყველაზე სასურველი ამოერჩია. როდესაც მან ერთ-ერთზე მიუთითა, თანხლებმა ანგელოზმა უთხრა, რომ მას ვერ დაიმკვიდრებდა, რადგან ეს სავანე უკვე ეკუთვნოდა მის ძმას მეფეს. როდესაც გონს მოვიდა თავისი ხილვის შესახებ მეფეს უამბო და ისიც დარწმუნდა, რომ მოციქული მიწიერი სახლის
სანაცვლო სამყოფელზე სიმართლეს ეუბნებოდა. მაშინვე გაათავისუფლა იგი, შეურდა მას და შენდობა ითხოვა. ამის შემდეგ წმინდა მოციქულმა თომამ მას ქრისტეს მოძღვრება უხადაგა და მონათლა კიდეც. ძმებო, რაც გვასწავლის ეს ამბავი მოციქულის ცხოვრებიდან? პირველ რიგში იმას, რომ უმეტესად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მარადიული სამყოფელის ზეცაში, ხელთუქმნელი საყდრისთვის. გვახსოვდეს, აქ მიწაზე ჩვენ ღარიბები და მგზავრები ვართ და ჩვენი ამ ქვეყნიური სახლი ისევე როგორც თავად დედამიწა არ არის რა თუ არა სასტუმრო, რომელსაც დღეს თუ ხვალ დავტოვებთ. ამაზე ფიქრისას არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ზეციურ სახლს საძირკველს ვერავინ ჩაუყრის გარდა იესო ქრისტესი. ისიც შევიტყვეთ თუ რამდენად წაადგება ჩვენი ხონების საქმეს მოწყალების გაღება. როგორც ხედავთ, ეს წარმართებსაც კი ღვთისათვის სასურველად ყოფს, რამდენადაც მათი მოქცევის და შესაბამისად მათივე ხონების საშუალებად იქცევა. მოციქულის მიერ გადაგდათვის გასემული მეფის ოქრო სულაც არ აღმოჩნდა დაკარგული, როგორც ეს ეგონა მეფეს, არამედ ამ ოქროთი მისთვის ხელთუქმნელი სახლი აიგო ზეცაში. არ დაიკარგება ამაოდ არ ჩვენი სიკეთე, ქრისტეს უფროსი ძმებისავით გაღებული, არა მარტო მათ გამოადგებათ ის, არამედ ამავე დროს ჩვენთვისაც გამრავლდება და გაიზრდება. ამგვარად კეთილისა საქმესა და ზიარებასა დაივიწყებთ, რამე თუ ესე ვითარნი მსხვერპლნი სათნო არიან ღვთისა. ამინ. აი ესეთი საოცარი ამბავი თომა მოციქულის ცხოვრებაში. თომა შემდგომში ინდოეთში ეწამა მართალი სარწმუნოებისთვის, ის მახვილით განგვიერეს, მოკლეს და იქვე დაასახლეს. მისი ნაწილები სხვადასხვა ქვეყნებში არის დასვენებული, მისი თავი არის ჩვენთან სიონში, საქართველოში, თქვენის ნამის შესახებ. ეს ამბავი თომა მოციქულის ცხოვრებიდან მოწყალებაზე არის სწავლება ჩვენთვის, რომ ადამიანს მოწყალება როგორ ეხმარება სულის ხონებაში. მისი გაღებული კაპიკებიც კი მას უბრუნდება ათმაგად და ასმაგად. ამიტომ ჩვენ დავიზარებთ მოწყალების გაღებას. ეს შეიძლება იყოს თანხით, კეთილი სიტყვით, კეთილი რჩევით. აი ზოგი ამბობს, რომ თქვა საშუალება არ მაქვს და მოწყალებას ვერ გავსცემ, მაგრამ ჩვენ ხომ შეგიძლია ლოცვა კეთილი რჩევა მისი ადამიანს, მისთვის ილოცო, მას დაეხმარო რაღაცა სიკეთეების სხვა საშუალებით, რომელიც შეგვიძლია. მოწყალება შეუძლია ადამიანი დაიხსნა სიკვდილისაგან. აი ერთი ამბავის მინდა თქვენ მოგითხროთ, ეს მოთხრობელია საკმაოდ. იყო ერთი ქრისტიანი ქალი, ტაბითა, რომელიც მკერავი იყო და კერავდა შესამოსლებს და ურიგებდა გაჭირებულებს. ეს ქალი გარდაიცვალა. იქვე ამ ქალაქში იყო მოციქული პეტრე, სთხოვეს მორწმუნეებმა, რომ პეტრე მისულიყო მათთან. მართლაც პეტრე მივიდა აი ამ საკრებულოში და გაჭირებულებმა აჩვენეს ტაბითას მიერ დამზადებული შესამოსელი, თუ რამდენ ადამიანს ეცვა იგი და სთხოვეს მისი გადაწყვეტილება. პეტრეს დამორჩილდა აი ამ თხოვნას და ტაბითა გააცოცხლა. ანუ მოწყალებამ ტაბითას ხელახლა აჩვენა სიცოცხლე.
აი რა შეუძლია მოწყალებას? რომ მკვდარი ადამიანი გააცოცხლოს. და ჩვენ აი სულუნდაც ვთილობთ რომ სიკეთეები ვაკეთოთ. აი ჩვენ წეღან ვისაუბრეთ. სანამ გაქვს დრო ამისი, სანამ გაქვს ძალა, გონება, სულ უნდა სიკეთეები აკეთო. ეს მოწყალება იქნება თუ სხვა სათნოებები. ჩვენ ახლა აი ერთი რამ მინდა გითხრათ და გთხოვოთ, რომ ნუ მიეჩვევით ბანკის ვალებს. შენ უკვე წინასწარ 3 წელი, 4 წელი თუ კიდე მეტი გაქვს აღებული ვალი. ეს უნდა იხადო, უნდა შენ იმუშაო ალბათ შენ მეტად, რომ გადაიხადო ვალი და აღარ გრჩება დრო სიკეთეების კეთებისთვის. ან რომ მოწყალება გაიღო, ან იარო ეკლესიაში, ან სხვა რამე სათნოება აღასრულო. აი ეს ჭაობივით არის წუთი სოფელი გითხრევს და გითხრევს. წინასწარ შენ აღებული გაქვს უკვე რაღაცა გარკვეული თანხა რაოდენობა ვალისა. ეს ყველას ესე გვაქვს აღებული. მეც და თქვენს ყველას და ადამიანს აღარ რჩება უკვე დრო და საშუალება მოწყალების გასაღებად. აი ჩვენ ადამიანები, მოწყალე ადამიანები იყო, ხო ვალებში არიან ჩავარდნილი. რატო? ახალი ტელეფონი შეიძინა, ახალი მანქანა შეიძინა, ახალი რაღაცები შეიძინებები და მას აღარ რჩება საშუალება მოწყალების გასაღებად. ღმერთმა ჩვენ მოგცეს ნიჭი, რომ სიკეთეები ვაკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა